მაგია ეს არის ადამიანისა და სამყაროს მისტიური ურთიერთობა, რაც ეზოთერიული სწავლებებისა და ძველი ცოდნის მიხედვით ცხადად რეალურია და ჩვენს ყოველდღიურობაშიც იგრძნობა. ოღონდ ვიღაც უფრო მეტად ფლობს მისი აღქმისა და გამოყენების უნარს, ზოგი ნაკლებად. როგორც მისტიკოსები ამბობენ, აჩქარება ყოველთვის მცდარი გზაა, ჭეშმარიტებას კი არსად ეჩქარება. ის მარადიული და უცვლელია. ის, რასაც მაგიურ კანონებს ვუწოდებთ, ატლანტების მიერ პრაქტიკულ ცხოვრებაში გამოყენებული 7 პრინციპია. პირველი, ეს არის მენტალიზმის პრინციპი. ყველაფერი არის აზრი. სამყარო წარმოადგენს აზრობრივ სურათს. თუ გავიგებთ ამ პრინციპის არსს, წარმოქმნა შეგვექმნება ადამიანის შექმნის თაობაზეც. ეს არის ინსტრუმენტი, რომელსაც საკუთარ აზრებში სამყაროს მატერიალიზაციისთვის იყენებს ყველა. ეს ყველა კი ერთ არსია, ანუ ღმერთი. კოლექტიური გონი. აქედან გამომდინარე, ადამიანი საკუთარი სამყაროს ღმერთია. მატერიალურ სხეულში, ანუ ადამიანად ყოფნისას, უმეტესობა ივიწყებს, რომ ადამიანი საკუთარი აზრებით ქმნის რეალობას. ადამიანი წუხს საკუთარი მერკანტილური აზრებიდან გამომდინარე გამოწვეული შედეგების გამო. ამ გზით ინდივიდს მსხვერპლის ცნობიერება უყალიბდება და ამ როლსაც ირგებს. თითქოს ყველაფერი მისი ნების საწინააღმდეგოდ ხდება. თითქოს მასში არ იბადება და იზრდება სამყარო, არამედ პირიქით, ის იბადება და იზრდება სამყაროში. ანალოგიის პრინციპი არის 7-დან მეორე კანონი მაგიის. როგორც ზევით, ისე ქვევით, როგორც ქვევით, ისე ზევით. ან კიდევ რაც შიგნიდან, ის გარედან. რაც გარედან, ის შიგნიდან. გვეუბნება ამ პრინციპის მთავარი დედააზრი. ეს პრინციპი სხვადასხვა ვიბრაციული დონის მსგავსებასა და სამყაროს წესრიგის კლასიფიკაციას ეხება. სიცოცხლის დიდი სკალა სულს დედიდან მიყვება და უსასრულო ვიბრაციულ სიხშირეებში არსებობს. სულიერი სამყაროც იმ კანონებს ექვემდებარება, რომლებიც მატერიალურ პლანზე მოქმედებს. ყველა კოსმიურ მოვლენას შორის არსებობს მსგავსება. ძველი ცოდნის მიხედვით ამ ანალოგიის შესწავლამ ატლანტებს საშუალება მისცათ შეეცნოთ უცნობი საიდუმლოებები, მათთვის ცნობილი პრინციპების გამოყენებით. მაგალითად, ტოლტეკების ასტროლოგია ჩამოყალიბებული იყო შემდეგ ჰიპოთეზებზე. ადამიანი მიკროკოსმოსია, რომელიც სამყაროს ანალოგიურ კოპიას, ასლს წარმოადგენს. სხეულის ატომების ბირთვები წარმოადგენენ მზეებს. მათ გარშემო მბრუნავი ელექტრონები, პლანეტები არის. დნმ-ის ხვეულა სპირალები, გალაქტიკების სახელოებს წარმოადგენენ. სიცოცხლის დიაგრამის მეშვეობით ატლანტები მზის სისტემის პლანეტებს უკავშირდებოდნენ, რომლებიც მათზე ზემოქმედებდნენ. პლანეტები სხეულის იმ ნაწილებზე ახდენდნენ გავლენას, რომელსაც შეესაბამებიან. ვერძი კავშირში იყო თავთან, თევზები ფეხებთან.